თბილისის საქალაქო სასამართლოში ტროტუარზე დგომის და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საქმეზე პროცესები გრძელდება. დღეს უწყვეტი პროტესტის მონაწილის დუტა ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან. ჯავახიშვილს შშმ პირის სტატუსი აქვს. წინასხდომაზე დუტა ჯავახიშვილის ექიმი გამოიკითხა, მაშინ მოსამართლე მანუჩარ ცაცვა დაინტერესდა საპროტესტო აქციებში ჩართულობისას შშმ პირი აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას. პროცესზე ექიმის გამოკითხვის ნაწილი დახურული იყო. დღევანდელ პროცესზე კი სამხაროვლის ექსპერტი გამოკითხეს. სხდომის ეს ნაწილიც დახურული იყო. დუტა ჯავახიშვილის და მისი ადვოკატების შეფასებით მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოკითხოს ექიმები დისკრიმინაციულია. ჯავახიშვილი ამბობს იმასაც, რომ ურჩევნია პატიმრობაში გაუშვან, ვიდრე 5,000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მანუჩარ ცაცვა 15 მაისს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ასევე თავისი ინიციატივით მოიწვია ექსპერტი. ამის შესახებ დააცვის მხარეს დიმიტრის ადვოკატებს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, არ ვიცოდით ექსპერტი თუ უნდა დაკითხულიყო. ეს პროცესიც ეს იყო ლევან სამხარაულის სახელობის კლინიკის ექსპერტი. ეს პროცესიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ დავაყენეთ ექსპერტის აცილების შუამდგომობა, რამდენადაც არც აღნიშნული საჭიროება არ იყო და არც სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ჩვენი შუამდგომობა არ დაკმაყოფილდა. ექსპერტმა სასამართლოს მისცა განმარტება, რამდენადაც დახურული პროცესი იყო ამ განმარტებასთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ზოგადად ტენდენცია არის დისკრიმინაციული და დაუშვებელი. არ შეიძლება რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით ესე ითამაშოს სასამართლომ და თვითონ გადაწყვიტოს, რომელი ექსპერტი როდის მოიწვიოს და რომელი ექსპერტს გაუზიაროს პერსონალური მონაცემები. ამას საერთოდ სხვა სტანდარტი სჭირდება. ადამიანის შერაცხადობის საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული. ამას ძალიან მკაფიო და მკაცრი კრიტერიუმები სჭირდება და ეს საერთოდ არ არის მოსამართლის საქმე პირდაპირ ვიტყვი. ტროტუარზე დგომის საბაბით უწყვეტი პროტესტის მონაწილე ელენე გელაშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვა მორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გელაშვილს 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეით და გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. პოლიცია მის აგრარული უნივერსიტეტის ეზოში დააკავა. საფუძველზე დაკავებული ხარ 74 და პირველმოხდეს მეათე ნაწილი. რას მოიცავს ეგ ბოდიში? ჩვენთვისაც რა იყოს მუხლი თქვით, თუმცა რისთვის იჭრეთ ეგ რო გითხრათ და არჩევნებს ვინც აქ ვართ? შეგიძლიათ? შეკრება მანიფესტაციის კონკრეტულად რა მოქმედებაზე? კონკრეტულად რა მოქმედებაზე? ტროტუარზე დგომის გამო, ხო? ტროტუარზე დგომის გამო, ხო? თქვენ როცა აქ იწყებდით მუშაობას პოლიციაში, გეგონათ რომ ოდესმე სტუდენტს დააკავებდით ტროტუარზე პროტესტის გამოთქმის გამო, მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო? თვითონ დაგირეკეთ და ხელს რაზე უყრავთ? ხო, არა, დისკუსიისთვის ვერ შევიკრიბებით ვერსად. უბრალოდ ძალიან სირცხვილია მართლა, არ გცხვენიათ, მართლა მაინტერესებთ, არაფერი შეგრძნება. არა, შეგრძნება არა, გაქვთ სირცხვილის? კი. არა, რუსულ რეჟიმს რომ შეხურებით, არ გცხვენიათ თორე, ხო, რა ვიცი. ელენე გვიყვარხარ. ყოჩაღად. და მადლობა რომ სამშობლოსთვის იბრძვი. მადლობა ელენე. დღესვე ტროტუარზე დგომის საბაბით მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კიდევ ერთ დემონსტრანტს ნინო საღირაძეს ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.